The European Union's it was formed in order to screw the United States. I mean, look, let's be honest. The European Union was formed in order to screw the United States. That's the purpose of it. And they've done a good job of it, but now I'm president. ევროკავშირი შეიქმნა ამერიკის საზიანოდო. რა ხდება ამერიკის თავს? ამით ორგულში ვისაუბრებ ამერიკის ეგზისტენციალურ არჩევანზე, რომელიც არის 2-2. ერთი ის, რომ საერთაშორისო სისტემაში უნდა დომინირებდეს ძალთა ბალანსი და ამერიკა უნდა დარჩეს სუპერ ძალად. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ერთადერთი თუ 3-დან ერთ-ერთი. ხოლო მეორე ის, რომ საერთაშორისო სისტემაში უნდა დომინირებდეს საერთაშორისო სამართალი, ხოლო ამერიკა უნდა იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. მოდით დროებით გვერდზე გადავდოთ ტრამპის პიროვნება და შევეთავაზოთ ახსნათ ხელვანდელი ამერიკის ქმედება, ვიპოვოთ რაიმე ლოგიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ტრამპის ამერიკა მიეკუთვნება პირველ არჩევანს და შესაძლოა ამერიკის ქმედებებში რაღაც ლოგიკა არსებობდეს. ამერიკული გეოპოლიტიკის მამები ზბიგნევ ბრეზინსკი და ჰენრი კისინჯერი ხშირად საუბრობდნენ ამ პირველ მიდგომაზე და განიხილავდნენ ამერიკის ინტერესებს. ჩადრაკის დაფაში ზბიგნევ ბრეზინსკი საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა გარშემორტყმულია ოკეანეებით და მას საფრთხე არ ემუქრება გარდა ერთი პოტენციური საფრთხისა, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული ჰარტლენდი, ევრაზიულ კონტინენტზე გაერთიანება. ბრეზინსკის თქმით, ამერიკის ინტერესებში არ შედის მოხდეს დიდი გაერთიანება ევრაზიულ კონტინენტზე, რათა სამომავლოდ საფრთხე შეექმნას ეგრეთ წოდებულ ნახევარმთვარეს, რაც გულისხმობს ჰარტლენდის ირგვლივ ეკონომიკურ დომინაციას ოკეანეებზე, ზღვებზე და სრუტეებზე. ბრეზინსკი წერდა, თუ კი გაერთიანება იწყება ევროპიდან აზიის მიმართულებით, ამერიკა მის უნდა შეაჩეროს აზიაში, ხოლო თუ კი აზიიდან ევროპის მიმართულებით, ამერიკა უნდა მოიქცეს საპირისპიროდ. ამის თვალსაჩინო მაგალითია მეორე მსოფლიო ომი, როდესაც ნაცისტური გერმანია მიადგა მოსკოვს, ამერიკა ჩაერთო ომში, დაეხმარა საბჭოთა კავშირს და მეორე მხრიდან გახსნა მეორე ფრონტი. ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირი ჩავიდა ბერლინამდე, ამერიკა მის შეაჩერა ბერლინის, აეგო ბერლინის კედელი. მოგვიანებით კი ბერლინის კედელი დაინგრა და ევროკავშირი ფართოვდებოდა აზიის მიმართულებით. უკრაინაში მოხდა არა ამერიკო მაიდანი, არამედ ევრომაიდანი. უკრაინას სურს ევროკავშირის წევრობა. გავყოთ ამერიკის ამ პირველი არჩევანის ლოგიკას. თუ კი ამერიკა და ევროპა დაეხმარება უკრაინას, განდევნოს რუსული ჯარი, უკრაინა იმარჯვებს და ხდება ევროკავშირის წევრი. ეს ყველაფერი იქნება მარცხი პუტინის რეჟიმისთვის და თუ კი რუსეთში დაიწყება პუტინის რეჟიმის ჩამოშლა, აბა დავფიქრდეთ, საით გაიხედება ახალი რუსეთი. შემთხვევითი კითხვა არა, აზრით საუბრობდნენ 90-იან წლებში და ხომ არ მივიღებთ ახალ კავშირს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. კავშირს, რომელსაც გააჩნია ბევრად დიდი ტერიტორია, რესურსები, ბირთვული იარაღი და ეკონომიკა ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ რეალპოლიტიკის მომხრეების მიდგომის ლოგიკით ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის ინტერესებისთვის. ამიტომაც კითხვაზე თუ სად დგას ტრამპი უკრაინის თუ რუსეთის მხარეს, მან პირდაპირ თქვა, მე ვდგავარ შუაში. If you want to position yourself in the middle between Russia and Ukraine or on the Ukraine's No, I'm in the middle. I want to solve this thing. I'm for both. შუაში გულისხმობს ხერხს ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, სადაც უნდა იდგეს ამერიკა, ევროპასა და აზიას შუაში. ამიტომაც შემთხვევით არ არის, როდესაც ტრამპი ცდილობს იპოვოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც იქნებიან უფრო პროამერიკული ვიდრე პროევროპული. ეს რაც შეეხება პირველ არჩევანს. ეხლა ვისაუბროთ მეორე არჩევანზე. მეორე არჩევანი გულისხმობს დემოკრატიული ძალების გამარჯვებას საერთაშორისო სისტემაში, საერთაშორისო სამართლის დომინაციას. ასეთ ვითარებაში ამერიკამ გულით უნდა გადადოს პირადი ეგოისტური სწრაფვები და უნდა მოახდინოს დემოკრატიული სამყაროს გაერთიანება და მობილიზება. დემოკრატიული სამყაროს, რომლის ეკონომიკაც შეადგენს მსოფლიო ეკონომიკის 70%-ს. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, შეიძლება ინდოეთის და სხვა ქვეყნები. ერთობას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეუერთებოდნენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ანალოგიურად სურთ დემოკრატია და განვითარება. ერთობა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაასუსტებდა იმ ძალებს, რომლებსაც საერთაშორისო სისტემაში სურთ ძალის სამართალი და არა სამართლის ძალა. რა ეგზისტენციალურ არჩევანს გააკეთებს ამერიკა? დაყობა თუ არა ტრამპის გზას, თუ მოახდენს გადაწყობას და დაუბრუნდება დემოკრატიულ სამყაროს.